რამდენჯერ რეჟიმი გადმოდგავს რაღაცნაირად და მოახდენს ძალის დემონსტრირებას, იმდენად მეტი გმირი გაიღვიძებს ჩვენ საზოგადოებაში და ამ გმირობას ვერასოდეს ვერ გააჩერებს. მიხესოს ციხეებში ადგილები არა და იმ კანონს ვერ ცვლიან ახლა. ამდენ ხალხს ვერ იჭერენ. და ახლა ცდილობენ რომ დადგნენ გზაზე და გადაუკეთონ რომ დასაჭერი არ იყოს ხალხი, იმიტომ რომ უკვე გაავს ეს ციხეები. ამათ სამართალი საერთოდ არ შინაგანი, არ სინდისის ხმა, არც სახელმწიფო კანონი, არაფერი არ გააჩნია ამ ადამიანებს. აი რაღაცა რობოტები არიან. აი კობახიძეს რომელ ჩიპსაც შეუერთებენ, იმას საუბრობს და წინა ჩიპი არ ახსოვს, წინათ რა ისაუბრა. გერმანიაში 50%-იც კი არ არის ქრისტიანებიო. და ეხლა ამბობს რომ მე რაო საქართველოში არაბები თუ ჩამოსახლდაო. ვერ გავიგე, აი თუ აწუხებს გერმანიაში რომ მუსულმანები არიან, ბევრი ჩასახლებულები. აქ რატო არ აწუხებს და ან საერთოდ რას ნიშნავს ასეთი საუბარი, ხო წინათ რაც თქვა, ის უფრო მეტი გადასწრობა იყო ვიდრე ეხლა ამბობს. მე მაგალითად დიდ განსხვავებას ვერ ხედავ, გზა გადაიკეტება თუ მოხდება ის რაც ეხლა ხდება. ერთი და ორი კიდე გასაგებია, მაგრამ ის თუ გაგზავნა ყოველ დღე ეს ნიშნავს იმის აღიარებას ოცნების მხრიდან, რომ არსებობს პროტესტი, რამდენიმე ასეული პოლიციელია. ხო აქ ეს ნიშნავს იმას, რომ ოცნება აღიარებს, რომ იმ შემთხვევაში მაშინაც კი როდესაც გზა არ იკეტება, არსებობს ისეთი პროტესტი, რომელსაც თვალს ვერ ხუჭავს მოკლედ რა. ეს არ არის პატარა ამბავი, რაც ეხლა ხდება სიგიჟეა მართლა, რომ ყველგან პოლიციელები არიან. ეს გადაკეტვის შემთხვევაში უბრალოდ მაქსიმალურად ძალა და ოცნებამ და მიხვდა, რომ ეს არ ჭირდა და პირდაპირ უბრალოდ იმდენად სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა პოლიცია, რომ მიხვდნენ, რომ ეს თემა საერთოდ უნდა დაივიწყებინათ. უბრალოდ ეხლა მაინც იმ გვაქვს მდგომარეობა, რომ ოცნება აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა, ან მაგას აგრებს, ან იმას აგრებს, რომ სუსტია. დადგებიან ხვალ და ილაპარაკებენ, რომ პროტესტმა ისე ჩაიარა, რომ ვერ გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა გზა და ეს ჩვენი გამარჯვება. რანაირად არის ქართული ოცნების გამარჯვება, მაშინ როდესაც პროტესტი უწყვეტია. ანუ პროტესტი გზის გადაკეტვით არ განისაზღვრება პროტესტის უწყვეტობა და წინააღმდეგობა განისაზღვრება იმ ადამიანებით, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან თბილისის ქუჩებში. წინააღმდეგობა არ არის რუსთაველის გამზირის გზის სავალი ნაწილი. წინააღმდეგობა არის აი ეს ადამიანი, ასობით ადამიანი, რომელიც ყოველდღე დგას რუსთაველის გამზირზე და ამ ადამიანებს ვერ აჩერებს ქართული ოცნება. ეს არის ყველაზე მთავარი. რამდენი პოლიციელიც არ უნდა დააყენონ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა კი არ არის თვითმიზანი. აქ მიზანი არის ის, რომ პროტესტი გაგრძელდეს და პროტესტი იყოს უწყვეტი. ქართულმა ოცნებამ ვერ მიაღწია იმ მიზანს, რომ პროტესტი გააჩეროს. ადამიანები დაიჭირეს, მონიშნეს აი ასე წითელი მარკერით მონიშნეს, რომ შენ გაიმეორებ და ციხეში გაგიშვებ, მაგრამ ფაქტია ქართულმა ოცნებამ ვერ მიაღწია იმ მიზანს, რაც გულისხმობდა პროტესტის გაჩერებას.